არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი მნიშვნელოვნად იზრდება, მის საზღვრებში ვაშლობის ხეობაც მოექცა. ტერიტორიის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ტურიზმის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ნუცა ბიჩხნარაშვილის რეპორტაჟი. ვაშლობის ხეობა მალე არაგვის დაცული ლანდშაფტის ნაწილი გახდება. ადგილობრივებისთვის სიახლე მნიშვნელოვანია და ამბობენ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ეს კი ეკონომიკაზე დადებითად აისახება. ისტორიული ძეგლების მხრივ ძალიან მდიდარი არის ჩვენი მხარე. 10 ისტორიული ძეგლი გვაქვს, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მზრუნველობა, მოვლა, აღდგენა, პირვანდელი სახის დაბრუნება. მრავალფეროვანი და ბუნება იყოს დაცული, ეს გვინდა ძირითადად ჩვენ სოფელში. კულტურული ძეგლების განვითარება, ტურიზმის განვითარება, რომ მოსახლეობა მოbrunდეს იცივ და უბრუნდეს სოფელს. დაცული ტერიტორია 3638 ჰექტრით იზრდება და მთლიანად 103440 ჰექტარს მიაღწევს. ის მოიცავს ფშავის, გუდამაყრის, პირაქეთა, ხევსურეთისა და ვაშლობის ხეობებს. ვაშლობის ხეობის შემოერთებით გვემატება 3368 ჰექტარი, სულ ხდება 3440 ჰექტარი. ჩვენი ლანდშაფტის შესვლით მოხდება მოსახლეობის ეკოსოციალური განვითარება. ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტის მომზადება მოსახლეობის ჩართულობით მოხდა. მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სამინისტროსთვის, რომ გაფართოვდეს დაცული ტერიტორიები და გამორჩეულად მნიშვნელოვანია, როდესაც დაცული ლანდშაფტის გაფართოებაზე ვსაუბრობთ, ვინაიდან მისი მართვა ხდება მუნიციპალიტეტის მხრიდან, სამინისტროს მხარდაჭერით და სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივის განხილვის შედეგად მოხდა ამ კანონპროექტის მომზადება. გაფართოებული ლანდშაფტი ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარებას ხელს შეუწყობს და შენარჩუნდება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, რაც რეგიონის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.